ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 26-დან 24 მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის ორივე ასპექტი დაირღვა. 14 მომჩივანის მიმართ მეათე მუხლი დაირღვა. 11 მომჩივნის მიმართ მე-11 მუხლი დაირღვა. ნათქვამია დადგენილებაში. ამასთან სასამართლომ დაადგინა, რომ 38 მუხლი არ დარღვეულა. საქმე ეხებოდა პოლიციის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს თბილისში პარლამენტის შენობის წინ მთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლას. დაახლოებით 12,000 ადამიანისგან შემდგარი პროტესტი, რომელსაც დაახლოებით 5,000 პოლიციელი აკონტროლებდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის ერთ-ერთი ცნობილი წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა. მომჩივნები ერთის გარდა ან აქციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. უმეტესობამ სახელმწიფო ორგანოების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო. წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე 5 წელიწად ნახევარზე მეტხანს გრძელდება, მას ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება არ მოჰყოლია. ასევე მომჩივნების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ დასკვნების გამოტანა არ მომხდარა და არც იმ სახელმწიფო აგენტების იდენტიფიკაცია მომხდარა, რომლებმაც ძალას გადაამეტეს ან გადამეტებული ძალის გამოყენების ბრძანება გასცეს. ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მომჩივნების დაზიანებები მათივე ქმედებების შედეგად გარდაუვალი იყო. როგორც ჩანს, პოლიციამ რეზინის ტყვიები ხალხის კონტროლის ზოგად იარაღად გამოიყენა. მომჩივანი ჟურნალისტებისათვის აქციის გაშუქებაში ხელის შეშლა პროპორციული და გამართლებული არ ყოფილა, აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დემონსტრაციის დაშლის სურვილის გარკვეული გამართლება არსებობდა, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ აქცია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა და ზოგიერთ დემონსტრანტს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაშლის ფორმა გამართლებული არ ყოფილა. უპირველეს ყოვლისა გამოყენებული იქნა გაუმართლებელი დონის ძალა, რამაც მომჩივნებსა და სხვა პირებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული მიზნით და არა როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მიზანში ამოღებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. ლითონის შემცველი ტყვიები მათი ბუნებრივი საფრთხეების და სერიოზული დაზიანების გაზრდილი ალბათობის გამო არ უნდა იქნას გამოყენებული. მათი გამოყენება უნდა სრულდებოდეს შესაბამისი წინასწარი გაფრთხილებით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად არარელევანტურია ან შეუძლებელია. რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან გაწვრთნილი და ინსტრუქციებით უზრუნველყოფილი. არა მხოლოდ იარაღის ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებაც. ამ საშუალებების გამოყენება, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ ბრძანებებს და ცენტრალიზებულ კონტროლს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დიდმა პალატამ გამოიყო რამდენიმე სისტემური ხარვეზი შიდა ნორმატიულ ჩარჩოში, რომლებმაც, როგორც ჩანს, გავლენა იქონია აქციის დაშლის პროცესზე. ამ მიზეზითაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა, ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში. განცხადებლები აცხადებდნენ მშვიდობიანი თავშეყრის უფლების დარღვევის შესახებ. ამან წინ წამოწია კითხვა, ჰქონდათ თუ არა განცხადებლებს მშვიდობიანი განზრახვები და შესაბამისი ქცევა, რაც დავის საგანს წარმოადგენდა მხარეებს შორის. დიდმა პალატამ ვერ იპოვა ნიშნები იმისა, რომ დემონსტრაციას დასაწყისშივე რაიმე სხვა მიზანი ჰქონოდა, გარდა მშვიდობიანი შეკრებისა. ან რომ მონაწილეებს, განსაკუთრებით კი განცხადებლებს ჰქონდათ ძალადობრივი განზრახვები აქციასთან შეერთებისას, ან მზად იყვნენ ძალადობისთვის. განაჩენში ასევე აღნიშნულია და ვციტირებ, სიტუაციის სიმძიმე და პარლამენტის ეფექტიანი
ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის საჭიროება, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში საკვანძო ღირებულებაა, უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე შეიძლება ვაღიაროთ ისიც, რომ ხელისუფლება რთული ამოცანის წინაშე იდგა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადა. თუმცა, თუ კი იმასაც დაუშვებთ, რომ აქციაზე მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, ეს გარემოება იქნება ის ცალკე აღებული, თუ შედარებით მცირე ჯგუფის მიერ პარლამენტის შტურმის მცდელობასთან ერთად, ეს მაინც არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ რამდენიმე 1000 მშვიდობიან დემონსტრანტს ჩამოართვა მათი უფლებები, რომლებიც გარანტირებულია კონვენციის მე-11 მუხლით. განცხადებელთა უფლებებში ჩარევის გამართლების განხილვისას განაჩენის შემდეგს მიუთითებს და კვლავ ვციტირებ. სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ დემონსტრაცია მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ და დემონსტრანტების ნაწილმა შენობაში შეღწევა სცადა. ასევე მასში ხაზგასმულია პარლამენტის ეფექტიანი ფუნქციონირების ფუნდამენტური ინტერესი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. კონვენცია ქმნის მჭიდრო კავშირს ეფექტურ პოლიტიკურ დემოკრატიასა და პარლამენტის ეფექტურ მუშაობას შორის და ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. დიდმა პალატამ აღიარა, რომ დაძაბულობისა და აქციის პირველ რიგებში არსებული მუდმივი და ძალადობრივი ქცევის პირობებში დემონსტრაციის დაშლა შესაძლოა გარკვეულწილად გამართლებული ყოფილიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის უშუალოდ პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა. თუმცა დაშლის განხორციელების ფორმა ვერ ჩაითვალა გამართლებულად. კერძოდ, იმიტომ რომ შეკრებილთათვის არ ყოფილა გაცემული მკაფიო ბრძანება აქციის დაშლის შესახებ და არ ყოფილა მკაფიო და გასაგები გაფრთხილება კინეტიკური ზემოქმედების მქონე საშუალებების, რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე და უპირველეს ყოვლისა კი იმის გამო, რომ გამოყენებული ძალა იყო გადაჭარბებული და გაუმართლებელი, რამაც გამოიწვია გამცხადებლების ფიზიკური დაზიანება. ეს შეიძლება ჩაითვალოს დიდი პალატის ძირითად დასკვნებად მოცემულ საქმეში. სამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ორგანოებს. ეს იქნა ხაზგასმით აღნიშნული და ამ შემთხვევაში დაადასტურდა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. პროკურატურამ ყისიერად დაიწყო გამოძიება, თუმცა თავად სისხლისამართლის საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა დარღვევები, რაც გულისხმობდა იმას, რომ არ იქნა სათანადოდ შესწავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პასუხისგებლობა და ასევე თუ რამდენად ადეკვატური და პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული სამართალდამცავების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ. ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, თუმცა ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ თავად საქართველოს პროკურატურა მას ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ამ მიმართულებით სწორად გააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისგებლობა, რისი შედეგიც იყო უკვე 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება. ამით ვფიქრობ, რომ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა რომ თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. მე მგონი ამის შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. ივნისის საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად დარღვევა დაადგინა იმ ნაწილში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა მომიტინგეების მიმართ, კერძოდ დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ დაზიანებები მიღებული აქვს მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შესაძლოა უშუალოდ არ უდასტურდებოდათ ამ ძალადებრივ ქმედებებში მონაწილეობა და ეს არის მნიშვნელოვანი მითითება. ფაქტობრივად დიდმა პალატამ დაამტკიცა დღევანდელი გადაწყვეტილებით ის, რაც ნოემბრის პროკურატურის, ასე ვთქვათ, ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება
არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული და შეიძლება ითქვას, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის სრულ თანხვედრაში იმასთან, რაც პროკურატურამ უკვე ბრალში გამოკვეთა. დიდი პალატის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით, რომელთა უფლებებიც ამ გადაწყვეტილებით უნდა აღდგეს, ასევე ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. ეს არის პრეცედენტულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც დიდი პალატა მსჯელობს სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, როდესაც აქცია მშვიდობიანია თავისი შინაარსით, არ შეიძლება რომ მშვიდობიან დემონსტრანტებთან მიმართებით იყოს გამოყენებული ასე სპეციალური საშუალებები, რომელიც შეიძლება მათ შორის იწვევდეს მათ დაზიანებას და ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს განსაკუთრებით დღეის მდგომარეობით არის რელევანტური საქართველოსთვის, როდესაც პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლა არ იყო უცხო ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს რეალობაში და ეს პრაქტიკა, ეს პრეცედენტი აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული რეალურად ისე, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს და როგორც კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქმეში ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფომ 2 გამცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 евро უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ 2-ს 85,000 евро. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414 евро უნდა გადაუხადოს. სახელმწიფო მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.